წარმოუდგენელი ამბები ხდება AI სამყაროში, კონკრეტულად კი AI ვიდეო გენერაციის მიმართულებით ძალიან ძლიერ და მკვეთრ სვლებს აკეთებენ Google-ის Gemini, ვიდეო მოდელით მეორე მხრივ ChatGPT-ის Sora და ასევე ორი გიგანტი ძალიან სერიოზული ხელოვნური ინტელექტის მოდელი ვიდეო გენერაციის მიმართულებით Runway ML და Kling AI, რომელთაც ორივე ამ კვირაში გამოუშვეს ახალი მოდელები. ვიცი, ბევრს არ მოგწონთ ეს ფაქტი, შეიძლება რაღაცა მომენტებში მეც არ მომწონს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ რეალობასა და ფეიქ შორის ზღვარი ნელ-ნელა იშლება მართლა. Runway ML-მა ახალი მოდელი Gen 4.5 გამოუშვა, რომელიც ფაქტობრივად ახალი პიკია ვიზუალურ სამყაროში, ეს უბრალო აპდეითი ნამდვილად აღარ არის. ძალიან ბევრ ბენჩმარკზე პირველი ადგილი დაიკავა ვიდეო გენერაციის მიმართულებით თავისი ახალი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მისი მთავარი ძალაა ფიზიკა. მას ძალიან კარგად ესმის რა არის წონა, ინერცია და გრავიტაცია. ახალი მოდელით დაგენერირებულ ვიდეოებში საგნები ჰაერში აღარ ცურავენ, ისინი რეალისტურად მოძრაობენ და ეცემიან. ამ შემთხვევაში კამერისა და განათების სრული კონტროლი ჩვენ ხელშია, თითქოს გადასაღებ მოედანზე ვიყოთ. თუმცა არ დააყოვნა არც Kling AI-მ ახალი ძრავა წარმოადგინა, მას აქვს უნიკალური მულტიმოდალური ტვინი. მას შეგვიძლია ერთდროულად მივაწოდოთ ტექსტიც, ფოტოც და ვიდეოც და ის უკვე აღიქვამს და იცის ჩვენ რა გვინდა რეალურად. ეს ბრმა გენერაცია უკვე აღარ არის. ნებისმიერ ვიზუალურ ხედვას აცოცხლებს. მოკლედ, რო შევაჯამოთ, სიტუაცია ასეთია. Runway მოხსნა რეკორდები ფიზიკაში და ვიზუალიზაციაში, ხოლო Kling-მა იმძლავრა ინტელექტსა და მულტიმოდალურ გააზრებაში. ჩვენი ინტერესის სფეროს ნამდვილად არ წარმოადგენს თუ ვინ მოიგებს ამ რბოლას. ჩვენთვის მთავარია რომ დავტესტოთ, კარგად გამოვიკულიოთ, საფუძვლიანად ჩავუჯდეთ და შევქმნათ ძალიან მაგარი რაღაცები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და ჩვენი კრეატივისა და ჩვენი ძალისხმევის მონაწილეობით და არა ჩვენ გარეშე.